გამარჯობა მეგობრებო. როგორც ხონდა დაანონსებული 14 აპრილისათვის და მოგიწოდებდით რომ შეგვექმნა სახალხო მოძრაობა 18 და 93 ადამიანს ჰქონდათ თანხმობა აგეთებული. მე თანხმობოდით რომ აუცილებელი იყო სახალხო მოძრაობის შექმნა. 40 ადამიანს კომენტარიც აქვს გაკეთებული და 800 აქვს გაზიარება. ეს არის 14 აპრილი. დედაენის დღის აღსანიშნავი დღე არის. მოიხსენება და ზუსტად 18-ისათვის დედაენის ძეგლთან გთხოვეთ რომ შევკრებილიყავით, რომ დაგვებუძნებია სახალხო მოძრაობა, მაგრამ რატომაც არავინ არ მობრძანდით, მხოლოდ მე და გუბაზი დავრჩით. არ მგონი ახლა ორმა ადამიანმა რამე გააკეთოს თუ თანადგომა არ იქნება მთელი ერის. ესეთი სურვილი მქონდა რომ მთლიანად მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე და მთელმა საქართველოს უნდა დაიწყოს საქართველოს მომავლისათვის ზრუნვა და თავდადება. სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ წლების მანძილზე ჩვენ ვხედავთ როგორი მართლობა მიდის ჩვენი სახელმწიფოსი. მართლად გვევლინებიან არა ის ადამიანები, რომლებიც თავდადებული იქნებიან, გულთა და სულით იქნებიან შეყვარებული სამშობლოზე, არამედ ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა დაინტერესება აქვთ. ფინანსური მდგომარეობა უნდათ რომ გაიმჯობესონ და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებით საქართველოს არაფერი არ ეშველება საშუალო ფენას განსაკუთრებით. და საშუალო ფენაზე დგას და იდგა ადრე და ყოველთვის დგას ნორმალური სახელმწიფო. თუ ჩვენ საშუალო ფენა არ გვექნება ძლიერი, ისე ვერაფერს ვერასოდეს ვერ მივაღწევთ. ეს იყო ჩემი გულის ტკივილი, გულის ნადები და ეს მინდოდა რომ ჩემი თავი რაღაცნაირად დავხმარებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანაში. გასაგებია, მე ჩემი სპეციალობა მაქვს, მაგრამ დღეს უკვე სპეციალობებზე არ არის საუბარი. რადგანაც თითქმის ყველა სპეციალობას, ყველა დარგს ანადგურებენ და გადავიდა უკვე მთლიანად ადრე თუ იყო ეს ქარხნებისა და ფაბრიკების განიავება და გასხვისება და რაღაცა, დღეს ვხედავთ ჩვენ ტერიტორიული გასხვისება მიმდინარეობს. ან კორპუსები იდგმება, კორპუსები შენდება და ისევ ყიდულობს ამ კორპუსებს, ამ საცხოვრის ვინებს უცხოტომელები. 70% უცხოტომელები, იმიტომ რომ ჩვენ ადგილობრივ საქართველოს მოსახლეობას ამის არანაირი სახსარი არ გააჩნია. შეიძლება ერთმა ორმა შეძლოს დიდი გაჭირვებით, ვინც ყავშენ ემიგრანტად წასული, საზღვარგარეთ ვინც მუშაობს და თავიანთ შვილებს შეიძლება რაღაცა გარკვეულმა პროცენტმა ის დიდი წყვალების შედეგად 10-15 წელი რო არიან წასული, შეიძლება ერთი ბინა შეუწინონ. იმდენად ძვირი არის ბინები თბილისში და არა მარტო თბილისში, რესპუბლიკის მასშტაბით. ძალიან რო არ გამიგრძელდეს მე დღევანდელი ეს გამოსვლა ვიდეო რგოლი, რა მინდა გითხრათ, თუ ჩემის მიერ მოწოდებული არ მოეწონა ვინმეს და არ არის სათანადო, თქვენ თვითონ გააკეთეთ ეს მოწოდება, მე მოვალ და მე დავდგები იქ, სადაც საჭირო იქნება, თქვენ სადაც იტყვით. იქ აღნიშნეთ, იქ იყოს თუ დედაენის ძეგლთან არ მოგწონს, სხვა ადგილი ავრჩიოთ. მოკლედ, ნებისმიერ თქვენგან შეგიძლიათ ამ ვიდეო რგოლის ნახვის შემდეგ დაწეროთ კომენტარებში და მე მოვალ კაცო. და დაგიდგებით გვერდზე. ვინც იქნება ნებისმიერი. რომ უნდა გავერთიანდეთ და გავძლიერდეთ, მაგაზე მე მგონი ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ ჩვენს გასაკეთებას არავინ არ გააკეთებს. საზღვარგარეთიდან მით უმეტეს. ჩვენ ახლა ძალიან კარგად ხედავთ რა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს ძალიან მაგრა შეგვეხება ჩვენ. განსაკუთრებით კიდევ ჩვენს ზურგს უკან აიქვევით სამხრეთში ერთ მეზობელს კიდევ ძალიან დიდი მადა გაეხსნა და თუ რა ის სახელმწიფოს შექმნა უნდა. იქით არაბული სამყარო არის, იქით ირანული სამყარო, იქით ჩინეთი არის. დაინტერესება ძალიან დიდია და ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი სახელმწიფო. ამ სახელმწიფოს არ ყავს ისეთი დონის, ისეთი გულიანი მართველები, როგორც საჭირო არის. ამიტომ თელმა ერმა უნდა გავიღვიძოთ, თელმა ერმა უნდა გავაკეთოთ მობილიზება
თელმა ერმა უნდა მოძებნოთ ის პიროვნებები, ის ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან მაღალი დონის ზნეობრივად გამართულები, კარგი სპეციალისტები და გულიანები და თავდადებული. აი ეს არის მთავარი, აი ამისათვის ვიღწვენ მე, რომ აი ეს ხალხი, ამ ხალხისა და აი ამ ადამიანების შეკრება მოხდეს. ამისათვის უნდა იზრუნოთ, ამისათვის უნდა შევიკრიბოთ და დავგეგმოთ ესა და ყველა რეგიონში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში, ყველგან უნდა იყოს ისეთი გულიანი ადამიანი, რომელიც კაცო დაეხმარება იმ სოფელს, იმ რაიონს. აი 10 კაციანი გუნდები უნდა შევქონათ. ჩვენ კაცმა არ ვიცი, რაღაცა რომ მოხდეს, რამე პროვოკაცია რომ მოხდეს, ვინ იქნება ჩვენი მშველელი? თქვენ გონიათ ვინმე დაგვეხმარება, შეშფოთდებიან. ჩვენ დავინახეთ არა 2008-ში და კიდე იმის იქით უფრო 1993-ში 12 წლებში. აი ომი როდესაც მიმდინარეო აფხაზეთთან. რამე თანამდგომა გქონდა ჩვენ, გარდა შეშფოთებებისა? არანაირი. არც სარეზერვო მდგომარეობა არ ვიცით ჩვენ. სახელმწიფოები ახლა ომს რო უცხადებენ ერთმანეთს, იმათ სარეზერვო ისინი გააჩნიათ. რუსეთს ყველა ვარიანტში დიდი რეზერვი ექნება. დიდი სახელმწიფო, დიდი რესურსები აქვს. უკრაინაც არ არის პატარა. ნუ რა თქმა უნდა, ახლა რუსეთთან შედარებით, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც იბრძოლებს. მე მაინც მეჭვის თვალით უყურებ, რომ უკრაინას ან დაეხმარებიან, ან არა. ხშირ შემთხვევაში მე მგონი შეშფოთებით შემოიფარგლებიან. ის ბატონები, რომელიც არიან საზღვარგარეთ. ასე რომ პირისპირ არ აღმოჩნდეს ისა უკრაინა, იმაში ძალიან რთულია. ჩვენ ისედაც საშინელ მდგომარეობაში ვართ, ყველანაირად. ღმერთმა დაიფაროს და აქედან ერთი გასროლა რომ მოხდეს, პროვოკაციული. იმ წამს შემოვარდება რუსეთი. და რა დღეს დაატრიალებს, კარგად მოგეხსენებათ ალბათ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ შევიკრიბოთ. ნუ იქნება ეს ჩემი ისა, ეხლა უკვე ასეთი ის მექნება თხოვნა, რომ თქვენ თვითონ დაანონსეთ და თქვენ თვითონ მითხარით, სად შეიძლება თქვენ ვისაც გინდათ 1900 ის არის მეგობარი არის ჩემს სამეგობროში და მოთუ 1 20-30 ადამიანს არ გაქვთ ეს გულთან ახლოს მიტანილი. აბა სხვანაირად არ გამოდის. აბა შევხედოთ, უყუროთ, ესე გავიდა 1 წელი, 2, 3, 30 წელიწადი გავიდა, აბა არავინ არ მოდის ჩვენ საშუალად. ისევ ხალხის წიაღში უნდა დაიბადოს ეს სიკეთისათვის ფარველობა, ასე რომ ვთქვათ. თორე აი ბოროტ ძალებს ვხედავთ ჩვენ, როგორ ყოჩაღები არიან. ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად ნახულობენ. თავარი ახლა კეთილი ძალის, კეთილი ბუნების ადამიანების გაერთიანება, ერთ მუშად შეკრა. რო წინ აღუდგეთ ჩვენ აი ამ ზეწოლას, ამ წნეხს და ძალიან ფრთხილად დიპლომატიური მეთოდებით გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო. დაგვიანებულია ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ასე რომ ჩემო თანამემამულენო, ჩემო მეგობრებო, თებოდაცმებო, თხოვთ მიიღოთ მონაწილეობა და ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მომწეროთ და თქვენი აზრი გამიზიაროთ. სად, როდის და როგორ ჯობია რომ შევხვდეთ და მოვიყვანოთ ის ადამიანები ხელისუფლებაში, ვინც უნდა მართავდეს და ვისაც გონება აქვს და გამჭრიახობა აქვს და მამულშვილურად გული უტკივად და უყვართ ჩვენი სამშობლო. თორე ისე ახლა ადამიანის მუშლა და მე თავისთვის ახლა ფული აგროვოს, მასე დამთავრდა ეგ პერიოდი, უნდა დავასრულოთ. იმდენი აქვს ისედაც ნაძარცვი და ნაღალაფარი. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ველი თქვენს გამოხმაურებას. კარგად ბრძანდებოდეთ.